რეჟიმი, რომელიც ჩქარი ტემპით ანგრევს ყველაფერს, განათლების დეფორმის მოსალოდნელ შედეგებზე პროტესტი არ წყდება და ამ წუთებში რეჟიმის გაუაზრებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ორი საუკუნოვანი უნივერსიტეტის გაერთიანებას გულისხმობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუს წარმომადგენლები ოცნების განათლების მინისტრს ხვდებიან. შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობს, განათლების სამინისტროსა და ტექნიკურ უნივერსიტეტთან კიდევ ერთხელ გამოხატავენ პროტესტს ორი უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების გამო. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე განცხადება გაავრცელა ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, არ ვეთანხმებით უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაძლო შერწყმას წერია ტექსტში. მარიკა ბოლქვაძე მუშაობს განათლების სამინისტროსთან, სადაც ჩვენი ინფორმაციით შეხვედრა უკვე დაიწყო, თუმცა მარიკა გვეტყვის მეც მოვიდნენ თუ არა უკვე შეხვედრის მონაწილეები. დიახსოფო, სულ რამდენიმე წამში უნდა დაიწყოს განათლების სამინისტროში შეხვედრა, უკვე ლექტორები მოდიან ადგილზე განათლების მინისტრთან, გევი მიქანაძესთან შესახვედრად. ჯერჯერობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები მედიასთან არ გამოჩენილან იმისთვის, რომ კომენტარი გააკეთონ, რაც შეეხება უშუალოდ ლექტორების პოზიციას და განწყობებს, რომლებიც ახლა უკვე შეხვედრაზე შევიდნენ. ჩვენ მათ ცხადია ვკითხეთ მის შესახებ, რომ რამდენადაც უკვე მოვისმინეთ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მიღებულია და ის შესვლას არ ექვემდებარება. ეს განცხადება, როგორც ისეთ ქართული ოცნების განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა. რამდენად აქვთ იმის მოლოდინი, რომ ახლა მინისტრთან შეხვედრას რაიმე აზრი აქვს, ან მათი შეხვედრით გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, მათ მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში თუ ახლა განათლების მინისტრი გივი მიქანაძე მათ არგუმენტებს ორი უნივერსიტეტის არ გაერთიანებასთან დაკავშირებით მოისმენს, შესაძლოა რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს. ყველა აქ შესულ წარმოდგენილ ლექტორს აქვს ერთი პოზიცია, რომ ეს გაერთიანება არ არის გაერთიანება, ეს არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება და ორი ასწლოვანი უნივერსიტეტის ავტონომიის დაკარგვა. ტექნიკური უნივერსიტეტი ამ გაერთიანების შედეგად იგულისხმება, რომ გაუქმდება საერთოდ. შთან თქვა არ არის ეს არის გაუქმება. წარმოადგენთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მე ვეთანხმები არა, მე მაქვს ჩემი ფაკულტეტის გადაწყვეტილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა, რომ ამ ეტაპზე და ამ ფორმით ის არ ეთანხმება გაერთიანებას. მე მიმაჩნია თუ მოგვისმენენ და ალბათ მთავრობამ უნდა მოусმინოს თავის ხალხს, ჩვენ არგუმენტებს თუ მოისმენენ, მე მგონი შექმნიან გადაწყვეტილებას. თუ არ მოგვისმენენ, მაშინ არაფერი არ იქნება. და მე არ ურჩევ მთავრობას ბევრი გაბრაზებული თავის მოქალაქეების ყოლას. დიახ, შეხვედრის პარალელურად განათლების სამინისტროსთან უკვე იკრიბებიან სტუდენტებიც იმისთვის, რომ დააფიქსირონ მათი პოზიცია, როგორც გითხარით, ისინი კრიტიკულად არიან განწყობილი ახლა ამ გაერთიანების გეგმასთან მიმართებაში. ჩემთან ერთად ერთ-ერთი სტუდენტი დათო გეგიაძეა, დათო მოგესალმებით. რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ, რატომ არ ემხრობით ახლა ამ გაერთიანების გეგმას, რა საფრთხეს ხედავთ ქართული ოცნების ამ განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმაში? პირველ რიგში მოგესალმებით. მე ვარ თესეუს სტუდენტი კერძო სოციოლოგიის ფაკულტეტზე და არ ვიცი რა, ესე უცებ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფაქტორია ზუსტ დროს დაამთხვიეს, რომ ფინალურები მთავრდება ახლა და ყველა სტუდენტი მიდის დასასვენებლად. და შესაბამისად ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი არც ერთი უმეტესობა ყოველ შემთხვევაში სოცპოლის ლექტორების არ ემხრობა ამ გადაწყვეტილებას. და მე სტუდენტების პოზიციას რაც შეეხება, ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კვლევა არ ჩაუტარებიათ მათ და ყოველ შემთხვევაში მე დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტების ნახევარი თუ არა უმრავლესობა მაინც არ ემხრობა ამ გადაწყვეტილებას. თქვენ უსმენთ დათო გეგიაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, როგორც მოისმინეთ სტუდენტების პოზიციაც ლექტორების მსგავსია, ისინი ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმას არ ემხრობიან, როგორც გითხარით, უკვე იწყება შეხვედრა, შეიძლება დაიწყო უკვე კიდეც საქართველოს განათლების სამინისტროში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები, აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან. ამის პარალელურად უკვე განათლების სამინისტროს ეზოში ნელ-ნელა იკრიბებიან სტუდენტები, რომლებიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ განათლების
განათლების მინისტრისადმი და ქართული ოცნების განათლების მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ორი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებას ეხება.